იცოდე შენი ადგილი, მან ზედმეტი არ მოგივიდეს, უნდა გახსოვდეს ყოველთვის, რომ შენ არც ახლა ხარ და არც მომავალში იქნები უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, შენ ხარ მხოლოდ უწმიდესი და უნეტარესი, ოკეი? სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ოკეი? მაგრამ შენ გქვია შიო და შენ ხარ შიო მესამე და არა ილია მეორე. დაახლოებით ეს გზავნილი აქვს, როგორც მე ვაფასებ ყოველ შემთხვევაში, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ახლა უკვე არჩეული, აწარჩეული კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამისა დმით მესამისათვის, რომელიც არ გამორიცხოთ, რომ მართლაც აპირებდა ან აპირებს ჯერაც მიმართოს დე-ფაქტო ხელისუფლებას თხოვნით, ან წინადადებით, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება იყოს ხელგაშლილი, გულგაშლილი, სულგაშლილი, სულგრძელი და მართლაც შეიწყალოს, გაანთავისუფლოს, მოდი ასე ვიტყვი, რა გინდა რა ფორმით, სინდისის პატიმრები, თუ ყველა არა, ზოგი მათგანი მაინც, პირობითად, არ ვიცი, 250 კაცია ახლა საპატიმროში, თქვათ 25, აი, ნახეთ როგორ მინიმალურ რაოდენობას ვამბობ, ან 50 კაცი. ან თუნდაც 12 კაცი, მაგალითად, ძია ამაღლობელი, ანდრო ჯიჯინაძე, ზვიადრათიანი და კიდე რაღაც 5, 6, 7 თუ 10 კაცი. 10 მსჯავრდებული. და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უთითებენ, უკვე ამ თავითვე უთითებენ შიო მესამეს, რომ ის არ ჩაერიოს ამ პროცესში. ეხლა რა ადასტურებს? ერთის მხრივ იმას, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უთითებენ და მეორე მხრივ იმაზე რა მიგვანიშნებს, რომ შიო მუჯირი, შიო მესამე აპირებს და თუ აპირებს დღესაც ამ წამსაც მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას. აქვე ვიტყვი, რომ ამ ვერსიის თანახმად შიო მუჯირს სჭირდება კვეთრი შემოსვლა და მკვეთრად დაწყება. კვეთრი შემოსვლა პროცესში და მკვეთრად დაწყება საკუთარი პატრიარქობისა და დამტკიცება იმისა, რომ ის სულაც არ არის, არც ახლა არ არის და არც მომავალში არ იქნება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წანაზარდი, არ იქნება არა უშუალოდ ის, არამედ მთლიანად ეკლესია. ამიტომ მას სჭირდება საკუთარ როლზე დიდი ყურადღების გამახვილება, საკუთარ პერსონაზე დიდი ყურადღების გამახვილება და განსხვავებულობის ჩვენება. რეპუტაციულად მართლაც ძალიან მაზიანებელია, როდესაც შენ გაიგივებენ ბიზინა ივანიშვილთან კონკრეტულად ან ზოგადად საქართველოს ხელისუფლებასთან, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. ამიტომ ფიქრი იმის თაობაზე, რომ შიო მუჯირი მართლაც აპირებდა შიო მესამე, აპირებდა თუ აპირებს მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისათვის, ეს ფიქრი ლეგიტიმურია. სხვა თუ არაფერი, აი გავიხსენოთ მაგალითად მიტროპოლიტი მეუფე ისაიას განცხადება ამასთან დაკავშირებით. ეკლესიის პოზიცია აბრძანებს უსამართლოდ დაჩაგრული მიტროპოლიტი, რომელიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო კათოლიკოსობის კანდიდატი, კათოლიკოს პატრიარქობის კანდიდატი, მაგრამ სწორედ შიო მუჯირის მათ შორის გადაწყვეტილებით ის ვერ გახდა კანდიდატი. მოკლედ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ეს ისტორია და რასაკვირველია შავ ლაქად და ემჩნევა ამ პროცესს ის რომ ისაიას და დანიელს აუკრძალეს კანდიდატად წარდგენაც კი, მაგრამ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ. ისაია ამბობს, ეკლესიის პოზიციაა, რომ საერთოდ ციხეში რომ კაცი არ იყოს, ეს უმჯობესია. ღვთისმადლით მოახერხებს, მიაქციეთ ყურადღება, მოახერხებს, ანუ ეცდება კი არა, მოახერხებს ეკლესია ალბათ რაღაც შუამდგომლობას. ისაიას არ ჩამორჩა მისგან აბსოლუტურად დიამეტრალურად განსხვავებული ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც ამგვარ რამეს ამბობს. მე არაემოციური ადამიანი ვარო, ყველაფერს ჩვეულებრივ ხედავ და მიხარია, მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა საერთოდ, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე საერთოდ იმას ვიძახი, რაც შემჭკუაზე რომ ეს ქვეყანა მოწყობილი იყოს, ციხე საერთოდ არ იქნებოდა. სინტაქსე რა მოგახსენოთ, მაგრამ აზრი პრინციპში გასაგებია. მესამე ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის. ის ბრძანებს, შეწყალებაზე ჩემზე კარგი პოზიცია არავის აქვს დედამიწის ზურგზე. მე თვითონ მაბარია მსჯავრდებულები,
მაგ განყოფილების უფროსი ვარ და დიდი სიამოვნებით გამოუშვებდი ყველას. ძიამაღლობელი მე თვითონ მოვინახულე, როცა დაიჭირეს, დააკავეს. გასაუბრებები მქონდა და ქალბატონმა მზიამ თავისი გარკვეული აზრები მითხრა და ჩვენ იურიდიულ კანონებს და ჩვენ ვერავის ვერ დავიჭერთ. აქაც სინტაქსთან დაკავშირებით რა მოგახსენოთ, მაგრამ პრინციპში აზრი გასაგებია. ეს არის სახელმწიფოს საქმე, რასაკვირველია ეს სახელმწიფოს საქმე, უბრალოდ მე მაინც მგონია, რომ ახლადარჩეული პატრიარქის უფლებაა, თუ ვალდებულება არა, სულ მინიმუმ უფლებაა, რომ რაღაცნაირი ფორმა მოძებნოს, გამოძებნოს და სახელმწიფოს, ანუ ხელისუფლებაზე მიმართოს შუამდგომლობა დავარქვათ ამას, წინადადება დავარქვათ ამას, აზრი დავარქვათ ამას, თხოვნა დავარქვათ, ნებისმიერი ფორმა შეარჩიოს და იქნება იმ ხსენებული 250 დაახლოებით პოლიტ და სინდისის პატიმრებიდან 25 მაინც, 15 მაინც, 10 მაინც დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს და საზოგადოებას, მით უფრო რომ არც პირველს და არც 250-ს რეალურად არც არაფერი დაუშავებია. ვიცით ჩვენ და იცით თქვენ, რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მაქსიმალურად რეპრესიული და რეპრესიულია. მაგრამ ამ ყველაფერს შესანიშნავად ხდებოდა და ხდება საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება. ანუ იმას, რომ საზოგადოებიდანაც ისმის ხმა და აგე პრინციპში ისმის ხმა ეკლესიიდანაც. აი, დღეს იყო ინტრონიზაცია, შეიძლებოდა განცხადებები გაეკეთებინათ უმაღლეს სასულიერო იერარქებს, ასე მაგალითად ხვალიდან ან ერთი კვირის თავზე, მაგრამ დღეს ვეკეთდება ეს განცხადებები იერარქების მხრიდან და საზოგადოების მხრიდან, ხო, კეთდება სულ და სულ. გაცილებით ადრე კეთდებოდა და დღესაც კეთდებოდა საერო პირების მხრიდან ამგვარი განცხადებები და მოლოდინები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, არც თუ უსაფუძვლო, რომ შიო მესამე მიმართოს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ორი საერო პირი, ორი სახელისუფლო პირი ახმამაღლდა არც თუ მოულოდნელად. ერთი არის შალვა პაპუაშვილი, ხოლო მეორე არის მამუკა მდინარაძე. რა თქვა ან ერთმა ან მეორემ, ამას ვისაუბრებთ დაახლოებით 2 წუთში, მანამდე გეტყვით, რომ როგორც კი პირველი აზრი გაჩნდა, პირველად გაჩნდა აზრი იმის თაობაზე, რომ შიო მესამე მიმართავდა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას შეწყალების ან განთავისუფლების თხოვნა წინადადებით, ყისიერად გამოაგორა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ მისივე აგენტურა უშუალოდ ან საკუთრივ ეკლესიაში. ერთ-ერთი და მთავარი მაინც ასე ვიტყვი, ვინც გამოაგორა, არის მეუფე სტეფანე, ჭყონდიდის ეპისკოპოსი, რომელიც აკი გითხარით კიდეც ერთ-ერთ ვიდეო ბლოგში თუ არ ვცდები და შესაძლოა rilsში, რომ არის სიბნელის, ჩემი აზრით, სიბნელის და უვიცობის განსახიერება, მას არ აქვს წაკითხული სახარება მეთქი. ეს შეიძლება გადაჭარბებულია, წაკითხული ექნება, ან ბევრად მეტჯერ ექნება, ვიდრე სხვას, ბევრს ჩვენს მოქალაქეს, მაგრამ დასკვნები, რომ ვერ გამოუტანია და არ გამოუტანია, ეს კი ფაქტია. მოკლედ, სტეფანე გამოვიდა სიტყვით, კი არა თქვა, სტეფანე ბრძანა, შემდეგი რამ, რომ არ მიუმართავთო შეწყალებითო. პატიმრებსო და მეო რა უფლება მაქვს ახლა ვილაპარაკო შიო მესამის ნაცვლად ის თავისა სიტყვისო, მაგრამ რომ არ მიუმართავთ შეწყალების თხოვნითო, ბოდიში რომ არ მოუხდიათო, სინანულში რომ არ არიანო, რომ არ ნანობენო ამ ჩადენილ დანაშაულსო, ეს შინაარს გადმოგცემთ პრინციპში. ეს უკვე გვაძლევს თუ ხელისუფლებას აძლევს იმის საფუძველს, რომ ისინი არც შეიწყალ. მე რო ვიყო და ახლობით ეს არის შინაარსი, მე ამგვარი წინადადებით არც მიუმართავდი საერო ხელისუფლებას. როგორც ჩანს, სტეფანეს ავტორიტეტი ამ ყველაფერს არ იყო. ის მაინც ავტორიტეტი შელახულია მთლიან ქართულ მასშტაბში, შესაძლოა ახლა იქ სადაც მსახურობს ის უყვართ მრევლის ნაწილს, საზოგადოების ნაწილს, მაგრამ მთლიან ქართულ საზოგადოებაში მაინც და მაინც დადებითი რეპუტაცია და კარგი კაცის სახელი არ ან ნაკლებად აქვს, მათ შორის მისი უვიცობისა და მისი ამგვარი განცხადებების გამო და უკვე შემდგომ ორი ადამიანი გამოვიდა, აკი გითხარით, ეს არის მამუკა მდინარაძე, ხოლო მამუკა მდინარაძემდე რაგვარია ეს შალვა პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილმა პრინციპში გაიმეორა ის, რაც ბრძანა სტეფანემ, მან თქვა, რომ შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული. ეს არის ერის კანონი, ეს არ არის, იგრამაგის პასუხია ერის კანონი და ეს არის ეკლესიის კანონი. ეკლესიის კანონთან დაკავშირებით კი შალვა პაპუაშვილი გაცილებით წყალად არის, ვიდრე ხსენებული სტეფანე, ეს რომ ვიცოდეთ, მაინც ვთლად ობიექტურები რომ ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ სანამ ვინმე ისაუბრებს, ანუ ვინმე შივის გულისხმობენ, ასაკვირველია შიო მესამეს შეწყალებაზე,
ისაუბროს სინანულზე, არა შიოს არ გულისხმობენ, თითქოს, მაგრამ მეორე მხრივ პატიმრები, სინდისის პატიმრები შეწყალებაზე არ საუბრობენ, არ სთხოვენ შიოს თუ საერო ხელისუფლებას შეწყალებას, არ მიმართავენ შიოს, ემან და მიმართე შენის მხრივ საერო ხელისუფლებას. ამიტომ ერთის მხრივ შესაძლოა არ იგულისხმება შიო მესამე, მაგრამ მეორე მხრივ მე ვარაუდობ, რომ შესაძლოა იგულისხმება შიო მესამეც, ისაუბროს სინანულზე არ ისაუბრებენ, კარგად უნდა გაიგოს შალვაია პაპუაშვილმა, რომ პატიმრები შეწყალებას არ სთხოვენ de facto ხელისუფლებას და არავის შესაწყალებელი მათ არც აქვს. მე მანამდე ვახსენებ ზია ამაღლობელი, დღეს მისი დაბადების დღეა, ბარემ ვიტყვი, მე მინდა რომ მიულოცო ზიას და ჯანმრთელობა პირველ ყოვლისა უსურო და გამარჯვება უსურო, ისიც გამარჯვებულია, ისტორიული პირია ჩვენი ქვეყნისათვის და რა ვიცი, მნიშვნელოვან პერსონებს, როგორც არის ასე მაგალითად ჩვენ შემთხვევაში, დღევანდელ შემთხვევაში მზია, როგორც იუბილარი, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და სულ უნდა ვისაუბროთ მათზე. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, ანუ ის ხო აღარ არის სუსის უფროსი, ის არის უბრალოდ სახელმწიფო მინისტრი, ოღონდ აპარატის გარეშე, ანუ მას თანამშრომლები არ ახავს. მამუკა მდინარაძე მას დაახლოებით მსგავსი რამ თქვა, მე თუ მივაგენი და მივაგნებ, იმედი მაქვს, ფორმულაზე იყო თუ არ ვწდები, საერთოდაც მოგასმენინებთ, რა თქვა მამუკა მდინარაძემ. მოდის ვიხდი ჩაუწიოთ ხმას. მამუკა მდინარაძეს პრინციპში ამგვარ უყურეთ ბოდიში სავიდე მამუკა მდინარაძეზე გადავიდოდე, ანდრია გვაზავას უთქვავს, გორისა და ატენის მიტროპოლის, მე ვფიქრობ, რომ ზია ამაღლობელს შეიძლება მივუდგეთ მოწყალებით. ამას უკვე ანდრია გვაზავა ამბობს. ანუ უმრავლესობა ეპისკოპოსებისა, დიდი ნაწილი სტეფანეს გარდა, პრინციპში ამგვარ მოსაზრებას იზიარებს. ნახეთ, მიტროპოლიტი აბრაამი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე ზოგადად მე ახლა ამ ყველაფერს ეხლა ვნახულობ, აქამდე არის მინახავს. ნახეთ, აბრაამი რას ბრძანებს, 67 მეზლის და მნიშვნელოვანი პირია. კი დროა რომ დატოვონ საპატიმრო, ეკლესია ზრუნავს, რომ ყველას ჰქონდეს შესაფერისი პირობები, შენდობის და მიტევების უნარი უნდა ჰქონდეს ყველას. და ისევ პაპუაშვილს მივადექი ამასობაში, იმიტომ რომ მდინარაძემ უნდა ჩავიდე ალბათ. შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ, თუმცა შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ შენდობას ყოველთვის წინ უძღვის სინანული, არ ცოდნია მეთქი ვიტყვი ასე. მდინარაძემდე მინდა ჩავიდე და ჩავედი კიდეც, სუსის უფროსი ამბობს. ქართული ოცნების ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ამბობს, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ანუ მასაც აქვს, როგორც მე ხვდები, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შიო მესამე ჩვენში რომ დარჩეს და მოდი ამ ფორმით ვიტყვი, განიხილავს, ფიქრობს, დაფიქრდა იმის თაობაზე, რომ ემან ხომ არ მიმართოს მართლაც საერო ხელისუფლებას. ხო და ეს კაცი ამთავითვე ჩეხავს ამ ინიციატივას, ამთავითვე თითქოს უკრძალავს პუაშვილის არ იყოს პატრიარქ შიო მესამეს, ეუბნება, რომ შენი ადგილი იცოდეო, შენი კომპეტენცია იცოდეო და ნუ ერევი სხვის საქმეებში. მამუკა მდინარაძეს მათ შორის საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაზე კითხეს, რომლის თანახმადაც დეკანოზმა თქვა, რომ პოლიტპატიმრების საკითხზე საპატრიარქო ქართულ ოცნებასთან კვლავ ისაუბრებს, ანუ ჯაღმაიძის ეს განცხადება გაუკეთებია და ახლა უნდა მივესალმო ამას და უცებ მამუკა მდინარაძე ამბობს. მე არ მგონია, რომ განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს პირადად ჩემი პოზიცია. ეს არ არის ჩემი განსახილველი საკითხი, თუმცა ამას რომ ამბობს უკვე ადასტურებს იმას, რომ თავად განიხილავს. ჯერ ჩვენ ყველას უნდა დავარქვათ თავის სახელი. სულ რაღაც 5-6 წლის წინ ადამიანისთვის სინდისის პატიმარი რო დაეძახათ, ეს უნდა ყოფილიყო მსოფლიოში ცნობილი განსაკუთრებული უკანონო მსხვერპლი. აქვე ვიტყვი, რომ ზია ამაღლობელი არაერთი პრემიის ლაურეატია და მსოფლიოში ცნობილია. თუ კონკრეტულად ზია ამაღლობელზე ვისაუბრებთ. დღეს ასე ხელახებით ისე ვარქმევთ სახელებს სინდისის პატიმარი, უკანონო პატიმარი, აქ უკვე საკამათო თემა შემოდის. საკამათო თემებში კი მერე გარკვეული უხერხულობები ჩნდება. მათ შორის კანონიერიც კი. არა მხოლოდ პირადი და გუნდის პოზიციის განსაზღვრელი. ამიტომ ამ პოზიციაზე თუ ჩამოვყალიბდით ხოლმე, მერე გადაწყვეტილებები უფრო გაიოლდება ყოველთვის. მე მგონია, რომ კაფიოდ უნდა განსაზღვროთ დამოკიდებულება. მოდიში. უყურეთ, აქაც მდინარაძე ამბობს, რომ
ესე იგი, ჩემი პოზიცია ბუნებრივია, როდესაც ადამიანი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ანუ ამათ უნდათ მოდრეკილი ადამიანი, თავდახრილი ადამიანი, მაშინ კიდევ უფრო დამთმობიდალმობიერია სახელმწიფო მის მიმართ. ამ შემთხვევაში არ გამოდგება, იმიტომ რომ ანტაგონისტური აზრებია ჩემსა და თქვენს შორის. მანამდე კიდევ ერთ სიგიჟეს ამბობს შეიმოსაზრებით, ესო პრეზიდენტის დისკრესიაო და უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩავარდეს პრეზიდენტიო თუ პატრიარქი შიო მესამეს თხოვსო, ეს არის შინაარსი ვიდეოს იყო სადღაც სიმართლე გითხრათ და უბრალოდ ვეღარ ნახულობ. ანუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ თავიდან ბოლომდე ჩაკეტა ეს თემა და შიოს მესამეს თითქოს უბიძგებს ან მიუთითებს უფრო ზუსტი რო ვიყო, რომ ეს უკანასკნელი არ გასცეს საკუთარ უფლებამოსილებას. აქამდეც ვარაუდობდი, რომ ბიზინა ივანიშვილის მას დაუბრუნდებით დაახლოებით 2 წუთში. ბიზინა ივანიშვილს სურს შემდეგი რამ, რომ ეკლესია მილაპარაკოს მხოლოდ ქრისტეს და საერო საკითხებს საერთოდ ნუ შეეხება თქვენ, უნდა იცოდეთ თქვენი ადგილი და თქვენ არა ხართ ილია მეორე, თქვენ ხართ შიო მესამე, არც თუ ისე ავტორიტეტული და საბოლოო ჯამში ჩვენს მიერ ხელწაკრული. ესეც უნდა ვთქვათ, ჩვენს მიერ გაყვანილი თუ გნებავთ უფრო მძიმე სიტყვასაც შემოგთავაზებთ. ეხლა რა შეეხება ბიზინა ივანიშვილს, ერთი უხერხული კადრი გამოჩნდა, მე მოგასმენინებთ ამ ვიდეოს პრინციპში თავიდან ბოლომდე რამდენად მოვახერხებ არვისი, მაგრამ მაინც ისი თქვენ რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა ერთის მხრივ ლიტურგია, მეორეს მხრივ აღსაყდრების ცერემონიალი და ასე შემდეგ, რამდენიმე ამბავი იყო დღეს და პირველ ყოვლისა რასაკვირველი იგულისხმება აღსაყდრება შიო მუჯირისა, მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ეკლესიის და ქვეყნის ისტორიაში 2026 წლის 12 მაისი. შიო მუჯირი წარსდგა საზოგადოების წინაშე, დამსწრე აუდიტორიის წინაშე და უფრო ფართოდაც მთელი ქვეყნის წინაშე თავისი პირველი სიტყვით მეთქი, ასე ვიტყვი, პატრიარქის პოზიციაზე, თავისი პირველი საპატრიარქო, საკათალიკოზო სიტყვით. მოგასმენინებთ ამ სიტყვას. მანამდე ერთი უხერხულობა, რომელსაც ახლა ვენახავთ. ერთსულოვანი მორწმუნე ღვთის ისანა მოყვაცის სიყვარული მანამდე შიო მუჯირი კითხულობს, შიო მესამე კითხულობს, არის თუ არა ბიზინა ივანიშვილიო დარბაზშიო და მე მოახსენებენ, რომ ბიზინა უკვე წასულია, მე ამასაც გეტყვით, რატო წავიდა ბიზინა დროზე ადრე, ანუ ვიდრე შიო მესამე გამოვიდოდა, კათალიკოს პატრიარქი გამოვიდოდა სიტყვით, ამაზეც მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. უკვე შემდგომ რატო უნდა რომ ბიზინა არკვევს, ბიზინა არის თუ არა, აინტერესებს უნდა მიმართოს თუ არა მას სიტყვით, ის უნდა მოიხსენიოს თუ არა, ისიც უნდა ახსენოს თუ არა. ბიზინა არც წესია პრინციპში მისი ხსენება, ის არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი, მესმის რომ დამფუძნებელი მამა ჰგონია მას საკუთარი თავი და ბევრს ჩვენს ქვეყანაში, ამ ქვეყნის დამფუძნებელი მამა, მაგრამ მაინც ის არაოფიციალური პირია, ამიტომ ამ კითხვით არც უნდა მიემართა საკუთარივე გუნდის წევრებისათვის არასწორი სიტყვა, სხვა მღვდელმსახურებისათვის პატრიარქ შიოს, მაგრამ კარგი, ოკეი, პრობლემა არ არის, მერე მიმართავს პრეზიდენტ ყაველაშვილს, პრემიერ კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილსა და დედაქალაქის მერ კახა კალაძეს, ბიზინა რომ ყოფილიყო დარბაზში, ბიზინასაც უთუოდ ახსენებდა პატრიარქი შიო მესამე და აი აქ ამბობს მნიშვნელოვან სიტყვას. გადავახვიოთ ახლა. ბოდიში, მართლა ბოდიში. უწმინდესი და უნეტარესი. აქ არის კიდევ ერთი უხერხულობა დანიელის სრულიად შემთხვევით და ეს ბუნებრივი შეცდომა არ დავძრახოთ მაინც და მაინც. მეუფე დანიელი სრულიად შემთხვევით ილია მეორეს იჩვეულია, ახლა ეს გაცდეთ ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ, რომ უწმინდესად და უნეტარესად ილია მეორეს ვახსენებთ და შიო მაინც ახალია და ყურიც მისაჩვევია და ხო რაღაც უნდა აძალონ ადამიანებმა საკუთარ თავს, რომ შიო და აძალონ ან უბიძგონ საკუთარ თავს, რომ შიოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი უწოდონ. ეს უხერხულობა არის და მერე უკვე შიო ამბობს ამას. ქრისტეს წმენა ეროვნული ფასეულობები ბოდიში, აი ნახეთ. მომავალი ჩვენი. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენ. უყურეთ, აი აქცენტებია ძალიან საინტერესო. ვინიც ის უძღებ შვილთა მსგავსად
ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. ბოდიში მე აქ თუ პატრიარქიშიო მესამე გულისხმობს უძღებს შვილებში ან უძღებს შვილთა მსგავსად ასე ამბობს სინდისის პატიმრებს მე ვიტყოდი რომ ეს ცოტა უხერხულია არავინაირი უძღების შვილები რასაკვირველია ისინი არ არიან თუ მაინც და მაინც უძღებს შვილებს ადარებს სინდისის პატიმრებს ამასაც ვიტყვი ხმამაღლა აი თელი ეს სიტყვა ამ სიტყვას აქვს ეს პათოსი დაძდევს თითქოს რომ ის საუბრობს პატიმრებზე ის საუბრობს ადამიანის შერიგებაზე ხელგაშ-გულგაშ სულგაშლობაზე და სიტყვასა და სიტყვას შორის თითქოს ჩანს რომ შეწყალების თხოვნით მიმართავს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. რაც შეეხება პირველ ინციდენტს, კი ბოდი შეწყალს სოთკვერის დემართვით. რაც შეეხება პირველ ინციდენტს, როდესაც ამგვარი ინციდენტი იყო, ხო, თქვენს მიაქციეთ ალბათ ყურადღება, როდესაც ის ბიზინას ეძებს დარბაზში, კითხულობს არის თუ არა ბიზინა ივანიშვილი და ბიზინა ივანიშვილი წასულია რეალურად. მე გეტყვით რატო წავიდა ბიზინა ივანიშვილი. და დროზე აზრი რატო დატოვა სვერიცხოვლის საკათედრო ტაძარი კერძოდ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია რომლითაც გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ რეგრესს და ხაზს უსვამს ივანიშვილის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, რომ საფრანგეთის მთავრობამ განიხილოს ბიზინა ივანიშვილისთვის ადრე მინიჭებული საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის საკითხიც თქვენ რომ ბიზინა ივანიშვილი ჯერაც არის საფრანგეთის თან საქართველოს და თან საფრანგეთის მოქალაქე. რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, იგი რომ ადრე მინიჭებული საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის თაობაზე განიხილოს საფრანგეთის მთავრობამ ეს საკითხი. ასამბლეამ ხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერებას მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ ღირებულებებს და არ ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები. რომ ბიზინა ივანიშვილმა ჩემ როგორც მე ხვდები სვეტიცხოველში ყოფნის დროს გაიგო საფრანგეთის კანონმდებელთა ამ რეზოლუციის თაობაზე. მე არ მინდა თქვა რომ მაინც და მაინც ამიტომ დატოვა ახლა ეს ახმამაღალი გამოვა ეს სიტყვა შესაძლოა ფეხებზე ყიდია, მაგრამ შესაძლოა სულაც არ ყიდია. საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით შესაძლოა ის უბრალოდ გავიდა ტაძრიდან გასულს ნაბიჯით ჩქარით სადატარებდა ხედვა უმძიმდა, მაინც და მაინც გალაქტიონს კი არ ვიხსენებ, კი არ გადავაკეთებით უფრო, უბრალოდ გამახსენდა რაღაცა ტაძარი ვახსენე და შესაძლოა საერთოდაც დაბრუნდა თუ თბილისში თუ აბასთუმანში არ ვიცი სად გაემგზავრა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ინფორმაცია მისთვის სასიამოვნო მოსასმენი არ არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ პარლამენტი რეზოლუცია პარლამენტისა შეიცავს საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის საკითხს და მიმართავენ მაკრონის ხელისუფლებას. ბიზინა იცით თქვენ რომ ორმაგი მოქალაქეა და ვინც ის და იქნება შეუტიონ კიდეც საფრანგეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას და სთხოვონ რომ მოქალაქეობა გაუუქმოს თუ შეუჩეროს საფრანგეთის დღეს ორმაგ მოქალაქეს, მათ შორის საფრანგეთის მოქალაქე ბიზინა ივანიშვილს. ან მეორე ვარიანტია, რაც უფრო სწორია ალბათ. გულახდილები ვიქნებით, ბიზინას სადღაც მიეჩქარებოდა, ან დაიღალა. დაიღალა თუ არა, ხა ესე რა გითხრათ? მაგრამ აი ვარაუდი ფიქრი იმის თაობაზე რომ დაიღალა, რომ დიდი ხანი გაგრძელდა მაინც ეს ინტრონიზაციის ცერემონიალი და ლიტურგია. ბიზინა რომ თუ დაიღალა, არც ის არ იქნება გასაკვირი, იქ ჩამოსაჯდომები არ არის, ან რომ სიყოს ბიზინა ხო არ ჩამოჯდებოდა. მოკლედ, შიო მესამე ამ ანალიზის თანახმად ემზადებ, არ ვიცი რომელ დროში უნდა წარმოთქვა ეს ემზადებოდა, ან ემზადება ეხლაც. რომ მოძებნოს რაღაც ფორმა და ასე ხმაურით მკვეთრად ასე ვიტყვი, შემოვიდეს სივრცეში და დაიწყოს საკუთარი კათალიკოს პატრიარქობა. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, თუ ეს ასეა და მე რასაკვირველია მიჯობს თუ ვინმე უნდა დაუშვას შეცდომა ამ ორი მოთამაშიდან დე-ფაქტო ხელისუფლება და
პატრიარქი ან ზოგადად საქართველოს საპატრიარქო ან ზოგადად ქართული ეკლესია რასაკვირველია მიჯობს რომ შეცდომა დაუშვას საერო ხელისუფლებამ სალსახად ვაფიქსირებ პოზიციას რომ ჩემს პოზიციას რომ მე ხმამაღლა დაუჭერ შიო მუჯირს მე ოპონენტი მისი კრიტიკოსი მისი ხანს დაუჭერ თუ ის მკვეთრი იქნება და თუ ის გადმოაბალანსებს და აბსოლუტური ძალაუფლება არ ექნება ძალაუფლების მსურველ ბიზინა ივანიშვილს რომელსაც უნდა რომ იყოს ერთპიროვნული მართვილი აკი ამიტომაც ვერ იტანდა გავბერავდა ვიტყვი პატრიარქ ილია მეორეს ლაშანასვიშვილს აქ და თქვა დღეს შემთხვევით ხოშვის ეს ვიდეო რომ ბიზინა უკვე თუ კათალიკოს პატრიარქი ეს არ აქვს ლაშანასვიშვილს უნდა თქვა მაგრამ მაინც მისი საკრალიზაცია სიცოცხლეშივე მოხდა ლაშანასვიშვილი ბიზინაზე ამბობს რომ მისი ინსტიტუციონალიზაცია მოხდა სიცოცხლეშივე ანუ ბიზინა არის ყველგან ეს ადრე აქ ნათქვამი ეს პრინციპში სწორიც არის ბიზინა არის ინსტიტუტი მათეული გააზრებით ესე დიდი ავტორიტეტია მათთვის არის ავტორიტეტი ცხადია ეს სახელმწიფოსთვის კატასტროფაა რომ ჩვენ გვყავს საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ასეთი ხელშეუხებელი ღმერთი მაგდუ ბიზინა ივანიშვილი რა ვიცი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას მადლობთ